საგარეო საქმეთა მინისტრის შვილს მაშინ ჰქონდა კოტირებით საშუალება რომ უფასოდ მესწავლა მგიმოში და ეს იყო ის ერთადერთი შესაძლებლობა რომელზეც სხვა შორის მე და მამას გვისაუბრია მაშ თავის დროზე რომ აი როგორ და რაღაც ეს ვლაპარაკობთ რომ აი მტრის ბანაკში უნდა შეხვიდე და სწორედაც რომ კარგად ისწავლო და ნუ პრინციპში ეს იყო მთავარი მოტივატორი ქალბატონი ელენეს მამა ბატონი გოგი ხოშტარია 1990-1991 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. მისი მინისტრობა სულ 9 თვეს გაგრძელდა. ბატონ გოგის როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს თურმე ლიმიტი ეკუთვნოდა მგიმოში, ანუ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ხარჯზე ერთი სტუდენტის ჩარიცხვის უფლება ჰქონია მგიმოში. ამის შესახებ ბატონი გოგის მეუღლემ ქალბატონმა ირინამ საჯაროდ განაცხადა. იმ პერიოდში SNG-ში ვიყავით და სხვა არჩევანი არ გვქონდა. რუსეთში სასწავლებლად უნდა გაგვეშვამ. თან იქ კარგი განათლების მიღება შესაძლებელი იყო. რადგანაც პოლიტიკა აინტერესებდა, მგიმოში მოხვდა. ხოდ იმიტომ რომ ფინანსები არ გვქონდა სხვა ქვეყანაში გაგვეშვა სასწავლებლად და რადგან ჩემი მეუღლე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ეკუთვნოდა ლიმიტი და ელენეს შეეძლო უფასოდ ესწავლა. ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ. რუსეთის განათლების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, რომ ლიმიტი ანუ კვოტა, რაზეც ქალბატონი ირინა საუბრობს, ერთწლიანია და გამოუყენებლობის შემთხვევაში ის ავტომატურად უქმდება. თუმცა ბატონმა გოგიმ სრულიად ჯადოსნურად თავის პერსონალური ლიმიტის შენარჩუნება მთელი 7 წლის განმავლობაში მოახერხა. ამ 7 წლის განმავლობაში თავად ქალბატონი ელენეს განცხადებით რუსეთი ოკუპანტად და დაუძინებელ მტრად გადაგვექცა და მიუხედავად ამ მოცემულობისა ქალბატონი ელენე მამის პროტექციით მგიმოს სტუდენტი მაინც ხდება და როგორც თავად უწოდებს ოკუპანტი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ხარჯზე ოკუპანტის დედაქალაქში სწავლასა და პროფესიულ ზრდას იწყებს. მოგეხსენებათ, ლაკა რუსული მეტსახელია. ასობგერა ია ქართულ ენაში უბრალოდ არ არსებობს. რუსული ლექსიკონები გვიხსნიან, რომ ლაკა მრუდს, ჩაზნექილს ან ამოზნექილს ნიშნავს. ხოდა ქალბატონი ლაკა გვიყვება, რომ რუსეთში ძალზედ მრუდი ცხოვრება ჰქონდა. თუმცა არსად და არაფერს აცხადებს იმის თაობაზე, გაესაუბრნენ თუ არა მას რუსეთის უშიშროებისა თუ დაზვერვის თანამშრომლები სტუდენტობის დროს და ცხადია ლაკას არც ის უთქვამს, გადაიბირეს თუ არა. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მამულიშვილ ლაკას ვერ გადაიბირებდნენ, მაგრამ აი აქ ვაწყდებით უცნაურ გარემოებას. ქალბატონმა ლაკამ მგიმოს ერთი ფაკულტეტი, კერძოდ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა. რუსეთის სპეცსამსახურებს თანამშრომლობაზე უნდა ვივარაუდოთ, რომ უარიც უთხრა და ამ დროს კვლავ სრულიად ჯადოსნურად. როგორც თავად უწოდებს, ოკუპანტმა რუსეთმა იგი მგიმოს კიდევ ერთ სტრატეგიულ ფაკულტეტზე, კერძოდ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტზე ჩარიცხა და მისი სწავლა ოკუპანტმა კვლავ, ანუ ხელმეორედ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა. ზოგადად გასაკვირია, რომ ქალბატონმა ლაკამ მგიმოს მეორე ფაკულტეტის დამთავრებაც ისურვა.